მე არ შემიძლია არ გავიხსენო ჩემი ახალგაზრდობა. ჩემი ახალგაზრდობა, რომელიც დაკავშირებულია ქუთაისთან. ბატონი გიგა ლორთქებაინძე აქ არის და ის დამიდასტურებს. გიგა ერთ-ერთი უბრწყინვალესი წარმოადგენელია ჩვენი თეატრალური კანონების და ის გახლდათ მაშინ მთავარი რეჟისორი ქუთაისის თეატრისა და მაშინ ქუთაისის თეატრი არანაკლებ წყინავდა ვინმე დღეს. მე ამინდა უფრო მეტად მეთქი, რომ დღევანდელ თაობას ეწყინება და უნდა გითხრათ, რომ იგა დამიდასტურებს იმას ახალგაზრდა კაცი ვიყავი შედარებით და ხანდახან შემოიყარებოდი არა სპექტაკლებზე, არამედ იმის სანახავად, როგორ ატარებდა გიგა ლორთქებაინძე რეპეტიციებს. აი სადღაც კუთხეში მიუყურებოდი და გიგა ძალიან ისე ტემპერამენტით მიყავს ხოლმე სპექტაკლების მომზადება ძალიან მაღალი ტემპერამენტით ხასიათდება მის მხრივ და ხანდახან გაიხედავდა ეგ სადაც უჯექი და შევწყვიტოთ რეპეტიცია. რაშია საქმე? ეს კიდე აქ არის კაცო, წავიდეს დაგვანებოსთან. მაშინ კომკავშირში მუშაობდი და ხანდახან ალბათ ფიქრობდა გლახა არაფერი წაიღოს. თეატრს მანამ სანამ საქართველოში ეროვნული ხელისუფლება მოვიდოდა სათავეში. სანამ ეროვნული სახელმწიფო შეიქმნებოდა, თეატრს ჰქონდა სხვა ფუნქცია. თეატრს ენა უნდა გადაერჩინა. თეატრს ქართული კულტურა უნდა დაერჩა, ქართული კულტურა უნდა გადაერჩინა. ეს ეხლაც აქვს ფუნქცია. მაგრამ რაც შეეხება თეატრს პროტესტი უნდა გამოეხატა. ქართველი ერის, ქართველი ხალხის პროტესტი უნდა გამოეხატა იმის წინააღმდეგ, რომ ქართული ენა ფაქტურად აკრძალული იყო და საეკლესიო მომსახურებას, ეკლესიაში მსახურებას კი რუსულ ენაზე უნდა როოდა. აი ეს ამის საწინააღმდეგო პროტესტი უნდა გამოეხატა. მე ვარ 20 საბჭოთა ხელისუფლების წლებში დომინგოს ტურუას ერთი სპექტაკლი უნდა აკრძალულიყო, ვარვარე უთუდაველი. მეორე სპექტაკლი რიშარდი, მესამე სპექტაკლი, მეოთხე, ოთხივე მაშინ გადავარჩინე და ვამაყობ, რომ ჩემ მეგობრებთან, ჩემ კოლეგებთან ერთად, თქვენთან ერთად მაშინ გადავარჩინე ჩვენი კულტურა. და არა მარტო თეატრი. აქ ბაბულიოს გიგნაზე გამოვწანდა და გაიხსნა, რომ წიგნი არ აკრძალულა მაშინ საქართველოში. ანტისაბჭოთა სულისკვეთებით დაწერილი წიგნიც კი არ აკრძალულა. სხვა ფუნქცია ჰქონდა წიგნსაც, სხვა ფუნქცია ჰქონდა მაშინ თეატრსაც. დღევანდელი თეატრი სხვა ფუნქციის მატარებელია. დღევანდელი თეატრი ხელს უნდა უწყობდეს ეროვნულ სახელმწიფოს. ეროვნული სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს თეატრზე. დღე და ღამ, როგორც იტყვიან. მე მესახელება აქვს, როცა ვანოზოდელოვა და თემურშა შეაშვილი დაასახელეს, რომლებიც თეატრის მეგობრებად არიან მონათული და ისინი ამაყობენ იმით, რომ ახალი თეატრები გაიხსნა მათი ხელმძღვანელობის პირობებში და მათი ხელმძღვანელობის დროს. თუმცა დაამიწყათ, ეთქვათ, ვინ დანიშნა ისინი ერთი ქალაქის მერად და მეორე გუბერნატორად. ყოველთვის უნდა იყოს ჩვენი თეატრი ისე დონეზე, განვითარების ისე დონეზე, რომ ის მსოფლიო სტანდარტებს პასუხობდეს და უდიდეს სახელმწიფოებს, ისეთ როგორც არის თუნდაც შეერთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი და სხვები ხარს უსწორებდეს ამ უდიდეს სახელმწიფოებს. მხოლოდ ასეთ პირობებში უნდა ვითარდებოდეს ჩვენი თეატრი და ჩვენ ვიცოცხლებთ, ჩვენ აუცილებლად განვითარდებით, ისე როგორც საერთოდ ჩვენი კანონობა, ჩვენი კულტურა, ჩვენი მეცნიერება, ჩვენი მომავალი ამაშია. როგორ უნდა შევხვდნენ ჩვენი შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები, აი დიდ და სერიოზულ გამოცდას, რომელსაც ამ 1000 წლებში მოუწყობენ მცირე რიცხოვან ხალხებს, შედარებით პატარა ქვეყნებს, პატარა სახელმწიფოებს. აი ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ის,
რაც შევქმნით საუკუნეების განმავლობაში, შევინარჩუნოთ და იმის წყალობით, რომ ჩვენ გვაქვს ახლა ისეთი ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია მის გაკეთება. ეს გახლავთ ქართული სახელმწიფო, ჩვენი ენა, ჩვენი კულტურა, ჩვენი აზროვნება, ეს უნდა იყოს ზუსტავი და გარყვნილ რომ ზუსტავი იქნება. მე გილოცავ დღევანდელ დღეს, გამარჯვებულებს ულოცავ, ბატონ გიგას, ბატონ თემურს, ყველას მივესალმები, ყველას გეხვევით, ყველანი მიყვარხართ და მეტი რა შემიძლია. შემიძლია ეს რომ გესახოთ. ბატონ ელვარ, უდიდესი მადლობა იმ პროგრამული სიტყვისათვის, რომელიც თქვენ ახლა აქ წარმოსთქვით, რომელშიც არა მარტო თეატრალური პრობლემები, არამედ ქვეყნის პრობლემები იყო. მაგრამ მე ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავბედავდი თქვენთვის მომეგონებინა თქვენ ვაკიჯექით ხოლმე რეპეტიციებზე და ძალიან მიხარია რომ თქვენი თეატრალური აზროვნება ჩემ რეპეტიციებზე ჩამოყალიბდა.